მოგესალმებით მეგობრებო, მე ვიცი რომ ძალიან დიდი შოუს მოლოდინი გაქვთ. მე ხელები მეფხანებო რომ ვინმე შეუჭრა თვა, მაგრამ სამწუხაროდ მე ამას ვერ ვიზამ, მაგრამ ის ვინც დღეს ჩვენი სტუმარი იქნება, იმას თვითონ ისწავლა. ყველაზე დიდი ინტრიგა და სიურპრიზი. მერვე კლასელი დოდოშკა. ნახეთ რა ლამაზია. ია, ცოცხისად დატოვე გოგო. ცოცხი კი არა. ჟოფრეი დეპეიაკი უნდა მოიყვანა. შეხედე. ეხლა ჯადოები არ გაგიკეთოთ ორ თავს. არ მოგაჯადოვოთ. ხო, ნუ მე არ დამეტყო ისე ძალიან, იმიტომ რომ მოკლედ და კონკრეტულად დღეს ძალიან სერიოზული შოუ გვაქვს. სახენახე რა ძალიან სერიოზულია. ძალიან. არა, იცი მარტო შოუ კი არა, მე მგონია რომ ჩვენ ვიждდებით აი ესე და ის ადამიანი კალსონივით შემოფრინდება, შემოზუზუნდება. ყველაფერს თვითონ აკეთებდა, დააყენა კადრები, აქ ისე გააკეთეთ, ისე გააკეთეთ, მუსიკა ესეთი მინდა. ხო და ჩვენი მაყურებლები გვეკითხებიან რომ ამ სტილისტებით რატონი წაიღეთოთ. დღეს თქვენ აქ რასაც ნახავთ, ლოს-ანჯელესში იოცნებეს და ნახეს, პარიზში იოცნებეს და ნახეს. მოსკოვში იოცნებეს და ნახეს და ბოლო-ბოლო ჩვენც ვიოცნებეთ და ვნახეთ, მაგრამ ამ ყველაფერს თქვენ ჩვენთან და რა თქმა უნდა რეკლამის შემდეგ ნახავთ დროებით.
შო დაბრუნდა პირდაპირ ეს ძალიან ნერვიულობ აქ შეიძლება ქარბუქმა უბრალოდ სამივე აგვყაროს ჰაერში და სადმე გადაგვყაროს. აი ეს ეხლა რასაც მე ია რა ლამაზი ხარ მონიტორში დაგინახე. გრაფინია დე მონსორო ვარ. მაგრამ მაინც ცოცხი უფრო მოგიხდებოდა. ცოცხი არა. ჩემი სიგელი თუ რა ქვია ამას? დოდოშკას დღიური უნდა წამოეღო და ჩავწერდი მე. დღეს რატომ მიიღე 4-იანი დღე? მოკლედ. აი ეს ერთი რა. აი დღეს მიიღებდი. არ მიგიღე. აი ეს პატარა სკამი, ანუ დიდი სკამი რომელიც აქ დგას. მე მგონი ვერ მიხვდით რა არის მე აქ ეს არის სკამი, სადაც ჩვენი ბატონი ჟორჟი ჩაატარებს აი ამ ეკოლოგიურად სუფთა მაკრატლით რაღაც ჯადოქრობას. მას უწოდებენ თმის ვარცხნილობის ჯადოქარს. მან უკვე ჩემზე იჯადოქრა, დოდოშკაზე იაზე. ეხლა კიდროა შემოვიყვანოთ აპლოდისმენტები. ოქროს მაკრატლის მფლობელი. მაკრატლის მფლობელი. ბატონი ჯორჯ. ეს რა მოგიტანია? ხალი, საყვარელი ქართული ლიმონადი. აკრებოდა 20 წლის მანძილზე და დავჭდე. აბა რა, შეგვიძლია იარო რა. ფეხსაცმელები მინდა რომ ანახო ჩვენ მაყურებს. მოდი გამოდი გარეთ. ნახეთ რა მაგარი ფეხსაცმელი აცვია. იმის გარდა რომ ეკოლოგიურად სუფთა მაკრატელი აქვს, დახედეთ გიშლის. ვინ შეკერა? და ისეთი ვინ შეკერა? ჩემია. აი ესე, დაიწყო. ჩემი One man show. შაპოკლაკის ფეხსაცმელები. ხელა. კი, ცხელა შემოსახვა. დღესაც უყავ. ვინ გახატია გულზე? ჩემი მოდელები. მალე ფარალაბას დავხატავ. აი გუნდა მეთქვა მე რა. დოდოშკა და ნანიკო რა დააშავა? ა? დოდოშკა და გოდი ნანიკო. ყველა ღიშო. აი. კაკი ნაში გოდი რა წლებია ჩვენი. წლებს არ დავასახელებ. ხო. არ არის აუცილებელი. ეს შენი ქართული ლიმონადი რა არის? ნაღები კრემით? ნაღები მიყვარს ძალიან. ნაღები არის პიტრი, მომენატრა ხო? ძალიან და ეგ ლოს-ანჯელესში რასვავდი? ლოს-ანჯელესში ძალიან ცოტა ვიყავი, მოსკოვში უფრო და ჩეხეთში. ეხლა მოდი დავიწყოთ სუთავიდან. ჯორჯ, რამდენი წელია უკვე გიცნობ მე შენ? დიდი ხანია გიცნობ და უკვე მესამე იმდენი წლები აღარ ცხოვრობენ. რა ვიცი, ბაბაიაგებს და კაშეების მერტე ჯერ არ გეტყვი. ჩვენ ასაკი არ გვეტყობა მე და შენ ჯორჯ. ესე იგი მესამეჯერ ჩამოდი საქართველოში, მესამეჯერ ლაშქრავს საქართველოს და გონი საბოლოოდ, ხო? არა, ღმერთ სამობით და მესამე და სამართალი. მესამე და სამართალი. დავამტკიცე უკვე რომ ჩემი ადგილი არის უკვე საქართველოში, ხო? რა უნდა გააკეთოთ სპიდი? უნდა ავაღორძინო პირველად მინდა რომ საქართველოს ლამაზები კიდევ უფრო ლამაზები გახდნენ ეს ერთი. ნახე რა ჭკვიანია. და მეორე რომ ავაღორძინო საპარიკმახერო ხელოსნობა ავაღორძინო, იმიტომ რომ ჩამკვდარია დღესდღეობით. მე ვნახე ამას წინა თქვენზე ვიღაც ფრანგები ყავდათ მოკლედ სულ არ არის საჭირო დავპატიჟოთ სხვა ქვეყნიდან, იმიტომ ქართველი ხელოსნები არიან თვითონ ნიჭიერები და არ აქვთ ნავაკი როგორ ქვია? არ აქვს ცოდნა არ აქვს და აი ეს ცოდნა ჩვენ თვითონ უნდა გადავცეთ. უნარები, ჩვენ ვართ დამაარსებელი მოდების და არაფრანგები. ეს უთყვილად მიგონეს. ჯორჯ, შენ ქართველი ხარ? და ჩვენ შეგვიძლია. გრუზოფრანგი, რუსულად მიძახიან გრუზოფრანცელს. ბებია მყავდა. ჯიჟირეჯირის ვინ ხარ? Я не знаю этого. არ ვიცი. ახალი ომი იწყება. ახალი იტალიანი. არა, მაგაზე არა, ის არა ქვია. ხო. ჩემი ბებია იყო ქართველი, დედა ჩისტაკროვნა ფრანცუჟანკა იყო და მამა მყავდა ქართველი და ფრანგი. რომელიც არ იყო ჩამოსული საქართველოში. 80% ფრანგი, 20% ქართველი. 25. არა, მე სულით ვარ ქართველი, რა. ეგ არის მთავარი. რა არის ეგ არის? სულ ჭამხელებით და ფეხებით და რა აზრი. და ქართული ლიმონადი. გიყვარს, ხო. ხო, ეს გვასწავლა ჯორჯმა. ხო. ჯორჯ, ერთი კითხვა მაქვს, რა უნდა ვასწავლო და შენ ვინ რა გასწავლა, რომ შენ არაფერი არ მასწავლა, იმიტომ რომ როგორც მაინც არის აზრი, მაინც საქართველოში დავიბადე, საქართველოს ბუნება, საქართველოს აირი სხვანაირად ზრდის ბავშვებს და მითო ალბათ დავიბადე იმნაირი. მე საქართველოში ვარ გაზრდილი და თუ კიდე შეგჭირს მას ეხლა. კიდე მოშნა და მე ყველაფერს შეიძლება. არა, კარგად ჭრის ფათაშორის. არაფერს არ მეშინია. შენ ცხოვრობდი საქართველოში, სად ცხოვრობ? თბილისში. კარგი, თბილისში ამე სადღაც ხო ქონდა სალონი შენ? წყალტუბო. არა, პადაჟი, ჩემი ბავშვი. მალოკარო. წყალტუბოში. თბილისი, არა, ჯერ თბილისელი კინტო ვარ, არ დაგავიწყდეს. ეს ერთი და მე წავედი წყალტუბო და ქუთაისში. ეს მერე უკვე. და რატო ქუთაისში არ გაინტერესებს? მე რატო და იმიტომ რომ ყველაზე მდიდარი ხალხი ცხოვრობდა ქუთაისში, ვთქვი. აქ რომ მანეთი ხედა, შეჭრა, იქ 10 მანეთი. და ადრეობდი პირველი ქუთაისში იყო. თან кайფული, თან кайცხი. კაი ხალხი. მე ქუთაისის ელიტა სულ სხვა არის კიდე. კი, ნამდვილად. თბილისის ანა ბოლე სავრიმენა თანამედროვეა და
ის შემორჩა ქუთაისის ელიტა ტრადიცია. შემორჩა და ეხლა ყველაფერი აირია ნიზნაი გზე ქუთაისი გზე პატომი და სად არის თვითონ თბილისი всё იცი რა მაინტერესებს ქუთაისელები იყვნენ პირველი პატოპუტნი კროლიკები ვიზეც ისწავლე თქვათ ხელობა ხო მე კარგი იყო არა კაი ანუ კმაყოფილები იყვნენ ისინი ათმანეთს თუ იხდიდნენ ალბათ იყვნენ ნუ ფაქტია რომ კმაყოფილები იყვნენ იმიტომ რომ ათმანეთს იხდიდნენ შეჭრაში და ერთმანეთს თავის დაბანაში კიდე 11 მანეთი არ დაგავიწყდა კარგი ფული იყო ხო და როდის ეს 20 წლის ხო 20 წლის და მე როგორ წახვედი მე წავედი თქვენი იცით რა მდგომარეობა მოხდა საქართველოში აირია დაირია და ძალიან გული დამწარო დავტოვე ყველაფერი აჰა უნდა წავსულიყავი თორემ ისევ სადა პირველი საწახვედი პირველი წავედი ჩეხეთში ხო დედაჩემის დასთან არ მომეწონა წავედი ავწავდე მოსკოვი უფრო დიდი ქალაქია რუსეთის უნდა გავაღიზიანო რომ ჩამოვედი ვიღაც სუმაშეთში რაღაცა გავაკეთო და დამამტკიცე რომ რაც გაკეთება შემეძლო დამამტკიცე როგორ გააღიზიანენ რა გააკეთეთ პირველი ავიღე მაკრატელი სოფლიოს პირველი მაკრატელი ნეპროფესიონალ პარიკმახერებს შუაში და ამით ავიღე არავის არ აქვს და მე მიხარია რომ ეს გავაღიზიანი ამით დავამტკიცე რომ ჩვენ ისინი ყვირიან აუ პანაიეხელი თოთ ესე რო იძახიან ხოლმე მოსკოვები ესეც ვერ ვათქვენებ ჩვენზე ესე იგი პანაიეხელი ვერ თქოს მაგრამ ფაქტია რომ კირკოროვმა თავი მოგცა 45 წამით კირკოროვას აღარ ჩემთვის აღარ არსებობს არა კირკოროვას ცოჩაფილე ჩემთვის აღარ არსებობს ცოჩაფილე всё დავამთავრე რატო იჩხუბეს არა მე არავისთან არ ვჩხუბობ მე არ მიყვარს კაცი რომელიც ხალზე ხელს იწევს გალახავინმე არიცით არა არიცი მეორე ამბავი ჩამოიტანი ახალი შჭორები ძალიან მაინტერესებს გავგინდი ხალი გალახა რეჟისორი რომელი მუსიკალი გრამაფონში რო იყო გრამაფონში კი მახსოვს ეს სკანდალი გალახა გალახა ნამდვილად გალახა და იმ ხალმა უჩივლა მე დებილია უჩივლა და 10 მილიონი ამანეთი აიღო და დაკეტა ვაპატიეო ფული აიღო და აპატია ეცა მკითხვა არის ექსტრავაგანტული მანქანა შენ დადიოდი თბილისში სულ ჩემია ხო კი ეგ არის მეგობრებო იცნეს შენ თვითონ მოხატავ ხოლმე სულ ყველაფერი ჩემი გაკეთებული მე არავის არ ვენდობი არასდროს ეს რაღაცა უცნაური ამბავი მოხდა რომ შემოხვედი პირველი რაც მითხარი მწვანე გაცვია ვაიმე რა კაი რომ მწვანე გაცვია რატომ ვაიმე ახლა გეტყვი მაშინ დავხდი მაშინ ხო ატე ჟორჟ ერთმანეთს გეტყვი რომ რა კარგი სტუმარი ყავთო ამბობენ ერთდროულად ულაპარაკობთ აბა მთელი ღამე ვაკეთებდი აი შეხედე რა ლამაზი მოიცა ჟორჟ ამასაც შენაკეთებ თვითონ აბა ვინ გააკეთებს ფეხსაცმელებს კერავს აქსესუარებს აკეთებს მოიცა ხედა დოდოშკაზე იფიქრა და ეს მოუხდებაო აი დოდოშკა ეხლა შენი პრიჩოსკა უნდა დავკეთოთ დღეს ცოტა ხანი დაკეცო მაგრამ დავკეთოთ დავმალოთ ანუ შემეშინდა ძელელევე აი მე რა მაგარი ვაი მე იმას გეყარ კოდ ბაზილიოს მეგობარი იყო ალისა ალისა ბურატინოში და არა კარგად ტრიკ კორაჩკი ხლება ეს მაჩუკე ხო თქვენია საერთოდ ერთს დამანახეთ საქართველოს დედოფალს აი საქართველოს დედოფლის მე ვარ დედოფალი შენ დედოფლობა დაგშვენდებოდა ია კისერი დამიმალა значит მოიცა ამ ყველაფერს სულ შენ კერავჭრი იგონებ это всё авторское молодец გამე გაკეთებულია ვაი მე რა ყველაფერი გამე გაკეთებულია კარგია ჩვენ ძინავს და მით აბა ახლოდან დაგვანახეთ ახლოდან დაგენახე აი ეს პარულა ეს ბროშკა გვანახეთ ბროშკა აჰა კარგი ძალიან უხდება მაგებას შენგა ბევრი საჩუქარი მახსოვს მე გახსოვს მოსკოვში რომ გამომიცა ეს ჩემი საჩუქარია მოსკოვში ისთვის რომ გამომიცა ისტორია მოყევია დამაჯილდოვეს 2005 დავაწიოთ პრეზიდენტ ატელში არც მეტი არც ნაკლები არც მეჩი არ გამოვდივარ მე მეჩი არ გამოვდივარ ლამაზი ხარ ძალიან გიხდება ძალიან გიხდება არც ნაკლებში არ გამოვდივარ აი პარულავა შენი სურათი ხო დამაჯილდოვეს როგორც რაღაცა კულტურა ვერმეთონაც არ ვიცი რაში დამაჯილდოვეს შემოიტანა წილი რუსეთისთვის კულტურისთვის და მე უფრო იმიტომ რომ პარულავას მაინც საქართველოს ის იყო დედოფალი eta სამასაბოი უფრო მეტი წილი შემოქონდა როგორც ძელავაია ჟენში ძელავაია ხო საქმიანი ამას რა უნდოდა იცი საქართველოს დედოფალი ხო ხარ და რუსეთისაც რო გამختارიყავი რა არა სატოფალი სოფლიო გვინდა ჩვენ სოფლიო დავიპყრო და მადლობა ბრონზის მედალი მივართვით
ხო მართლა მომართვეს და ძალიან საინტერესო იყო და თელი ვარსკვლავები თავს ეხვეოდნენ ჯორჯს და იყო ერთი ამბავი და ჯორჯი და ისინი ჯორჯი და გადავირია ვიფიქრე ვინ არის ეს ჯორჯი მეთქი აი ვინ არის და ვინ ახარ ბოლო რას აკეთებ მოიცა ისე ახსენებს ახლა ლოლიტა ისე ახსენა მე რომ ლოლიტა კაი არის მეგობარ ეჭერფილეს ჯობია ლოლიტა პარა კარგი კიდე ვინ არის კაი იყო იმ გადაცემაში ყოველთვის და მომღერალი ჩვენიერი ლამაზი ქალია ძალიან როგორ გიხდება ხედა ძალიან გიხდება დოდოშკა გვანახეთ ეფირში შენი ფოტოებია შე გარდა ამისა შე ძალიან აუ ნახე ისა რაგვარი იყო პისკოვ დედა შეხედე ეს ჯორჯი და ვარსკვლავები მაისევი ბორია მაისევი გიждები ამ კაცზე აბა ჯულია რობერსი ახე ანახეთ მაშინ ყველაზე ბოლო ღმერთო ჩემო რა ბედი ნახეთ ბორია მაისევის და ჯულია რობერსი არა ბორია მაისევი ჩემი კლიენტი არისო ნიათ არა ხო ჯულია რობერსი არ გავსვემე ბორია მაისევში ჯულია ჯობია რა გაუკეთე ჯულიას თმა ესეთი ვარსკვლავობა კინო იქნება ახლა ახალი ჟაჟდა ლუბვი სიყვარულის სხურვილი თამაშობს ჯულია რობერსი დემი მურ წინა ჭორნე ჯულია რობერსი აი დემი აი მერდა ჩემო შეხედეთ ეკრანს დემი მური არის დაქალი წინა ჭორნე დედინა ცოლი და ბოლოს დემი მურსაც შეუყვარდება და წინა ჭორნესთან დარჩება ეს ბიჭი გაიგე და ტრილერი ვენესუელა ვის როგორია 122 მილიონი დოლარი ბიუჯეტია შე რამდენი გადაგიხადეს არ ორი ხამი შე რამდენი გადაგიხადეს არ კაი ჯულია შეჭერით მარცხნივ შევჭერი ჯერ ვარცხლობა გავუკეთეთ ტაკოვა პლანა მithom შეყვარებულს არ მოიწოდა და ნამდვილად შევჭერით გავუკეთეთ კარა თინა თურნეს ისედაც ესეთი არა თინათვის არ მიმუშავია თინა სალონში იყო პროსტა ჩვენთან აჰა გასაგებია იცი რა მაინტერესებს იმის მე აქ რატო ჩამოხვედი არა შო აქ რა ხალხი არ ცხოვრობს ვერ აი ყველა მაგას მეუბნებით ხო და აქ რა ხალხი არ ცხოვრობს ვერ გავიგე არა ადამიანმა თქვა რომ მე მომენატრა აქაურობა მე ჯერ მომენატრა ქართული საჭმელი მომენატრა ქართული ხალხი მომენატრა ქართული ეს აფშენია მეზობელთან რო დადის ის მომენატრა მოსკოვში არის ჯერ არ ხცალია ხო 3 საათი გოჭი ვაიმე გოჭი მინდა ხო აი ვინც თქვა იმან უნდა გამიკეთოს ახლა გოჭი სტუდიაში სტუდიაში გაგიკეთებ ხო და ის რა ქვია და 3 საათით გეხარ პროპკაში ვიცი 3 საათი აი ამ 3 საათის განმავლობაში მე შემილია რაღაცა წილი შემოვიტანო საქართველოსთვის და მაინც რა წილი შეგინდა შემოიტანო ზეიმი არა შენ მეძახი ზეიმი ჯორჯ ჯეი არა ხარ ზეიმი დედას გებით ოთახში შემოვიდა დღეს მე აბა ის ფრანგები ყავდათ რას გავდა ვაიმე იმ გადამმა გაიქო ჩვენი სტუმარი ნუ ისто არაფერს თუცარ მე რასაც ხედავ იმას ვიძახე კაი და იცი რა მაინტერესებს სამეძინა რო უყურე მოსკოვში ყველაზე მოთხოვნადი ჯადოქარი ხარ ქართველი ახლა არა მოთხოვნადი როგორ არის 12 მილიონი ცხოვრობს და ყველას თავის კლიენტები ყავს არა ნუ მე ვიძახი ახლა ვერეც ოყავს ისეთი კლიენტები მე არ მყავს ისინი ასლან ალიგდათო მე არ ვაკეთებ ასლან ალიგდათო ვინ არის ასლან ისინი ჩიჩესკი პრინცესი ბიჭები აჩიკოს მეგობრები რო არიან მოგერლები არა შენ ძვირიანი ხარ ფრეშებზე მაგენი პარიკმახი მოდელირები ხო არა მაგენი დასაცველი საკეთებენ ალისა არ გინდა ალისას გადმოუნაცვლო იმიტომ რომ არ ჩანს მისი ლამაზი პროფილი ეკრანზე და არ გინდა ალისა არა მე მომწონს მე მგონია რომ ალისა კი არა აი მე რა ქვია ტკბილის შემოდგომაში რომ არის აი ხოჭაღდეშკა თანაც გავხარ იმ გოგოს ძალიან შე როგორი ფიქრები ხო ვაინონა რაიდერ ვაინონა შენი სტილია ეს ხო კაცო რანაირად ხელკისერი გალინა ვოლჩეკზე გახსოვს? აი მეუნებოდი ეგეთი რამები გაიკეთე ჯობია და არ ჯერა. გალინა ვოლჩეკ. დოდომ დამიჯერა და იმან არა. მოიცა დიზაინერის სტილისტიც ხარ? იცი რა არის გალინას არის ცოტა აი ჩემსავით ხელკისერი რა არის იცი? გეგტყვი ახლა. ხო. სტილისტი ეტა პიდარასი ეს არ არის ცუდი სიტყვა არა. მე გეუბნები სტილისტი ეს ჩინური სიტყვა. არა ვერ განმიგეთ რა. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას სტილისტი არის ეტა რომელიც კაცი, რომელიც არის ქალი. გასაგებია და მაგრამ მომისმინე. და ქალს ვერ შეიძლება მისცეს ჰერმოფროდიტი ყოფილი. არა, ქალმა შეიძლება ვერ მისცეს ის დარიგება, რაც კაცს მოსწოს ქალისთვის, გაიგე? აჰა. კარგი, მაშინ შენ ვიხარ პარიკმახერი? დიზაინერი, ესე იგი შენ ხარ დიზაინერი, ხო, ჩემი ზვანი არის ვაცხოთ დედაფალე. აბა ეხა შენი პიდარასტობა ვაჟონე ეხა შენ ადექი. და დედოფლობა. თუ შეიძლება სტუდიაში შემოვიდე. არა, ვაფშე შეუგიწმალა. მოდი შევობოდი ობიექტი ლექსების წერაც დაიწყო. ფარულავაც მე უბიც მალა. ფარული ლავა. დაჯექი შვილო და მუსიკა გაუშვით აბა შენ დაუკა. ხმამაღლა მუსიკა, ხმამაღლა. ხილად? მაგრატელი მოგწე შენი? ეხლა ვერ ლამაზო. მოგაწოდო?
ეხა ერთი რო ლაპარაკობს, მეორე გაჩნდეს. კედევირიე. ხო, ხადებული არა გავეთ. აიღეთ. კატორეთავი. მუსიკა შეიძლება ხმამაღლა? მუსიკას აუწიე მაესტრო. ფარულავა მოემზადე. ხმებს რამდენად ჭრიო? არა, ეხა მაგის დრო არ არის, დაიწყადე. ხო! შეხედე. ფარულავა. Кая музыка, хорошо. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჯერ იყურეთ. არ ჩახარ ნანიკო. მაკიაჟი არ ვიგეთ. თავარი ხო იქ. ნახე, რა სისტრაფი ჩვება. ეხა ჭრი უკვე? აბა ვერ ხედავ. მარი. მაცვია აქეთ იქით, როგორ ჩადრევარ? შემჭრი მე. მაგათელი. ასისტენტი